ერთი თემა, რომელზეცაც ჩვენ დასაწყისში კითხვა დავსვით, უпроსტოდ კითხვა კი არ დავსვით და ვაანონსეთ, ეს არის რა შემთხვევაშია საჭირო ადამიანის ნეშტის ექსჰუმაცია, თუ კი აქ არის ვალებთან დაკავშირებით დაწყებული პრობლემები. დანარჩენ დეტალებს უფრო ზუსტად ადვოკატის კონსულტაციაში ვნახავთ. მოგესალმებით, მე გახლავართ ადვოკატი თათია მაისურაძე და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თუ რა შემთხვევაში ინიშნება გვამის ექსპერტიზა ან ექსჰუმაცია, როდესაც გარდაცვლილი პირი ბანკის წინაშე სოლიდური ფინანსური პასუხისმგებლობის მქონე პირი იყო. მაშინ, როდესაც სხეულს ან ობიექტს აქვს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე კვალი, ნიშანი ან თავისებურება, რომლის სწორად აღქმისათვის და გააზრებისათვის მნიშვნელოვანია ექსპერტიზის დასკვნა, ასეთ შემთხვევაში საქმეში ერთვება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტი და აფასებს ყოველივეს. როდესაც სავარაუდო დანაშაულის შედეგად ადამიანის სხეულზე ხდება გარკვეული დაზიანებების მიყენება ან დგება გარდაცვალება, ასეთ შემთხვევაში ექსპერტი აფასებს დაზიანებების ხარისხს, რაოდენობას, ლოკაციას და გება შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა. ისეთ შემთხვევაში, როდესაც საკვლევი ობიექტი პირველად წარედგინება ექსპერტს, ჩვენ ვამბობთ, რომ ექსპერტიზა არის პირველადი ხასიათის, რადგან მასზე მანამდე ექსპერტიზა არ ჩატარებულა. მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ექსჰუმაციაზე, აქ უკვე ჩვენ საქმე არ გვაქვს პირველად ექსპერტიზასთან, როგორც წესი ექსჰუმაცია უკვე დამატებითი ხასიათის ექსპერტიზაა, რომელიც სპეციალურ ნებართვას საჭიროებს სასამართლოს მხრიდან სასამართლოს განჩინების სახით. ექსჰუმაცია არის გვამის საფლავიდან ამოღება შემდგომში მისი სასამართლოს სამედიცინო კვლევის მიზნებისთვის. იმისათვის, რათა მოხდეს ექსჰუმაციაზე ნებართვის გაცემა, მნიშვნელოვანია ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით მიმართოს ინიციატორმა მხარემ, იქნება ის დაცვის თუ ბრალდების მხარე, დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს, ხოლო სასამართლო 48 საათის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას ექსჰუმაციის ჩატარებაზე ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლოო, არ საჩივრდება და ასევე მას აქვს სავალდებულო ხასიათი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა დეტალურად განსაზღვრავს ექსჰუმაციის წესს, საფუძველსა და პირობებს. ასევე გასათვალისწინებელი არის ის, რომ ექსჰუმაციის ჩატარების დროს ექსპერტი ან ექსპერტთა ჯგუფი მონაწილეობს ამ პროცედურაში თავისთავად, ხოლო საქმის პროკურორის მონაწილეობა ექსჰუმაციაში არის სავალდებულო. რაც შეეხება გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მათ უფლება აქვთ დაესწრონ ექსჰუმაციას სურვილის შემთხვევაში. საკითხი თუ როდის დგება დღის წესრიგში გვამზე ჩატარდეს ექსპერტიზა ან ექსჰუმაცია, პასუხი არის შემდეგი, თუ კი არის გარკვეული დაშვება ან ვარაუდი იმის შესახებ, რომ დადგა გარდაცვალება არა ბუნებრივი სიკვდილის შედეგად, არამედ სიცოცხლის ხელყოფა მოხდა სხვა პირთა მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების შედეგად, ან გარდაცვლილმა საკუთარი სიცოცხლე თავად ხელყო. შესაბამისად, გვამის ექსპერტიზის ან ექსჰუმაციის მიზანი არის ის, რომ განისაზღვროს გარდაცვალების რეალური მიზეზი და ასევე განისაზღვროს ფინანსური ვალდებულების საბოლოო სამართლებრივი ბედი. მოკლედ გაშვებული ეჭვები რომ გაქარწყლეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომელიც ვალებთან გადასახდელ ვალებთან მიმართებაშია, კონტექსტში ასე ვთქვათ, ასე დროს სასამართლო ამას მიმართავს.